ზუსტად 1 წლის წინ გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების მორიგ წლისთავზე პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის წარმომადგენელმა მიმართვეთ საქართველოს და რუსეთის ხელმძღვანელობას და შევახსენეთ გეორგიევსკის ტრაქტატის აქტუალობა ორივე ქვეყნისათვის. Ამა წლის 7 მაისს ჩვენი პარტიის ინიციატივით საზოგადოების მფლობელმა წარმომადგენლებმა მიმართეთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მან დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. დღეს 4 აგვისტოს ერეკლე მეფის ქალაქ თელავიდან უკვე საქართველოს 100,000-ზე მეტი მოქალაქის მხარდაჭერით ზურგ გამაგრებულნი მიმართავთ საქართველოს ხელისუფლებას დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან. უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ ერეკლე მეორემ ეს გადაწყვეტილება მიიღო იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან რთული სიტუაცია იყო საქართველოში და რუსეთთან გააფორმა გეორგიევსკის ტრაქტატი, ანუ სამოკავშირეო ხელშეკრულება, რომელმაც გადაარჩინა მაშინ ქართველიერი და ქვეყანა იხსნა დაქუცმაცებისგან, ანუ ჩვენ მაშინ შევინარჩუნოთ ენა მამული სარწმუნოება. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთთან დიალოგს და კეთილმეზობლურ ურთიერთობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ესეთი რთული ვითარება სამხრეთ კავკასიაში, როცა საქართველოს ძალიან სჭირდება ყველა მეზობელთან და მით უმეტეს რუსეთის ფედერაციასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები. ისევ როგორც რუსეთის ფედერაციას სჭირდება საქართველოსთან კარგი და მეგობრული ურთიერთობები. დღეს არის სწორედ ისეთი მომენტი, როცა დიალოგი რუსეთთან საქართველოს ინტერესებში შედის და აი ეს მომენტი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.